თუ არა ნაბიჯებს. კი, აუცილებლად გადმოდგავს ნაბიჯებს. ეს ადამიანი დაგიკავშირდება, შეიძლება მოგწეროთ წერილი გვიან ღამის საათში, ღამის საათებში ან რაღაცა ცოტა დახურული, დაფარული მესიჯი, იცი როგორ შეფარვითი მესიჯი შეიძლება იყოს. პირდაპირ არ გითხრათ სათქმელი და რაღაც ორაზროვანი იყოს მისი მონაწერი, ან შეფარვით იმას გულისხმობ, რომ რაღაცას წერდეს ქარაგმებით ან მსგავსი თემატიკით, მიჩვენებს, რომ იქნება ემოციური მესიჯი, მაგრამ ამავდროულად იქნება რაღაც ცოტა დახურულიც ან დაფარული. თითქოს მთლად არ გეხსნებათ ეს ადამიანი, მთლად არ გინაწილებთ ამ გრძნობას, მაგრამ საბოლოო ჯამში მიფიქსირებს, რომ ეს ადამიანი აუცილებლად გადმოდგავს თქვენსკენ ნაბიჯებს, შეიძლება ეს ადამიანი თქვენგანაც ელოდებოდეს ნაბიჯებს, რომ რაღაცა შესთავაზებთ და თქვენ იქნებით პირველი ინიციატორი, იმიტომ რომ თქვენში არის ეს რაღაცა ბავშვური ბუნება, რომ უცებ ადგეთ გადაწყვიტოთ, რომ მიწეროთ ან რაღაც დაეკონტაქტოთ და შეხვიდეთ მის ცხოვრებაში, მაგრამ მიჩვენს, რომ ქალბატონი საკმაოდ ის მყარ სტაბილურ ენერგიებშია, არ აპირებს ჯერჯერობით თავისი კომფორტის ზონიდან გასვლას და მამაკაცი იძულებული ხდება, რომ რაღაცა ქმედება გააკეთოს და ეს ადამიანი თავისკენ მოიხმოს. ამავდროულად ნაბიჯების კუთხით მინდა გითხრათ, რომ თქვენ შეიძლება თქვენი გონებით, თქვენი ესე ვთქვათ, ვიბრაციებით და ენერგიით აგზავნიდით სიგნალებს სამყაროში, რომ გინდოდათ ამ ადამიანისგან მიგეღოთ კავშირი, გამოგეყვანათ კავშირზე და შეიძლება ამ ენერგიებით მოიზიდეთ ეს მამაკაცი და გამოიყვანეთ კავშირზე. ან თქვენი ჩართულობა შეიძლება იყოს ამ ყველაფერში. კიდევ მიჩვენებს იმას, რომ ეს მამაკაცი არის თქვენს მიმართ საკმაოდ დიდი ენერგიით განსჭვალული, ეს ენერგია უფრო ცეცხლოვანი და უფრო დამანგრეველი ენერგია, ვერ აკონტროლებს თავის ენერგიას და ბრას, რაღაც ბრას განიცდის თქვენთან მიმართებაში და დიდ მონატრებას და სიყვარულსაც, ანუ რაღაც შერეული ემოციებია, ბრას განიცდის, იმიტომ რომ თქვენგან დიდი ხანია შეიძლება არ აქვს რაღაც ქმედება, არ გაგიკეთებიათ რაღაც ქმედება, იმიტომ რომ შეჩვეული ყავდათ რა, მუდმივად თქვენ მიდიოდით და თქვენ ესე რა ვთქვათ, ეუბნებოდით, რომ ხوار ვისაუბროთ, ხوار განდიხილოთ და რაღაც, ანუ თქვენგან იყო მუდმივად რაღაცა დათმობის მომენტი და ეხლა რო არაფერი დათმეთ და საკუთარი ქალურობით, საკუთარი სილამაზით და საზოგადოებაში გასხივოსნებით ტკბებით, აი ეს ყველაფერი მას აბრაზებს და ანრისხებს და თან ტკბება თქვენი სილამაზით. ანუ იცი როგორ რაღაც არის, თან ამაყობს, რომ ასეთი ქალბატონი ყავს, შეიძლება ურთიერთობა დასრულებული იყოს, ან რაღაც მესამე პირი იყოს ურთიერთობაში, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მიჩვენებს, რომ ეს შეიძლება ერგებოდეს ისეთ სიტუაციებს, როდესაც ოჯახი ხართ, შვილები გყავთ, რაღაც დაშორდით და გარკვეული პერიოდის მერე ეს ამ მამაკაცისგან ელოდებით რაღაც ნაბიჯებს და გინდათ, რომ ურთიერთობა აღდგეს. ან ის მომენტია, რომ შვილი გყავთ, რაღაც გაშორებული ხართ ქმარს, თქვენს სიტუაციაში შემოვიდა ვიღაც მამაკაცი, ვინც გაინტერესებთ ინიციატივას ელოდებით მისგან და არ აკეთებს ამ ინიციატივას და ერთგვარად ძალიან თქვენს დისტანცირებთ. ყოველ შემთხვევაში მამაკაცისგან აქტიური ნაბიჯები მიჩანს, ოღონდ ეს იქნება მისთვის, აი ცოტა ისეთი ნაბიჯები, რომ ვერ გაიგებ რეალურად ნაბიჯია თუ არ არის ნაბიჯი, იმიტომ რომ თლად გახსნილით არ არის ეს ადამიანი და რაღაცებს არ გეუბნებათ იმ დონეზე, რა